გამარჯობა, დღეს 2 ივლისია. წარმოგიდგენთ 10 ყველაზე ცნობილ ადამიანს, რომელიც ამ დღეს დაიბადა. 1990 წლის 2 ივლისს დაიბადა ავსტრალიელი მსახიობი და პროდიუსერი, ჰოლივუდის ერთ-ერთი ყველაზე კაშკაშა, ნიჭიერი და გავლენიანი ვარსკვლავი, მარგო რობი. მან განსაკუთრებული პოპულარობა მოიპოვა 2013 წელს, ნაომი ლაპალიას როლის შესრულებით, მარტინ სკორსეზეს ფილმში ვოლ სტრიტის მგელი. 1994 წლის 2 ივლისს დაიბადა ამერიკელი კალათბურთელი დერიკ უაითი. 2024 წელს ის გახდა NBA-ის ჩემპიონი ბოსტონ სელტიკსთან ერთად. ამავე წელს მან მოიგო ოლიმპიადა ამერიკის ნაკრებთან ერთად. 1986 წლის 2 ივლისს დაიბადა ამერიკელი მსახიობი, მომღერალი და პროდიუსერი ლინდსი ლოჰანი. 1922 წლის 2 ივლისს დაიბადა იტალიური წარმოშობის ლეგენდარული ფრანგი მოდის დიზაინერი პიერ კარდენი. 1877 წლის 2 ივლისს დაიბადა გერმანული წარმოშობის შვეიცარიელი პოეტი, რომანისტი, ესეისტი და მხატვარი, ნობელის პრემიის ლაურეატი ლიტერატურაში ჰერმან ჰესე. 1956 წლის 2 ივლისს დაიბადა ამერიკელი მოდელი და მსახიობი ჯერი ჰოლი. 1995 წლის 2 ივლისს დაიბადა ამერიკელი მოცურავე რაიან მერფი. მას მიღებული აქვს მრავალი პრესტიჟული ჯილდო, მათ შორის 9 ოლიმპიური მედალი, აქედან 5 ოქრო. მსოფლიო ჩემპიონატებზე მას მიღებული აქვს 31 მედალი, მათ შორის 16 ოქრო. 1978 წლის 20 ივლისს დაიბადა ქართველი მომღერალი დიანა ღურწკაია. 2008 წელს მან წარადგინა საქართველო ევროვიზიაზე, სადაც დაიკავა მე-11 ადგილი. დიანა ღურწკაიამ დააარსა საქველმოქმედო ფონდი, რომელიც ეხმარება უსინათლო ბავშვებს. 1972 წლის 2 ივლისს დაიბადა ქართველი მომღერალი ნატო მეტონიძე. მან საყოველთაო აღიარება მოიპოვა გია ყანჩელის თეატრალურ წარმოდგენაში მონაწილეობით. განსაკუთრებით წარმატებული აღმოჩნდა მის მიერ შესრულებული სიმღერა „საით მიდიხარ“ სპექტაკლიდან ხანუმა. ის არის საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალის საფეხური პარნასისაკენ პრემიისა და წინანდლის პრემიის ლაურეატი. 1991 წლის 2 ივლისს დაიბადა ლეგენდარული ქართველი ძიუდოისტი, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველი ოლიმპიური ჩემპიონი ზურაბ ზვიადაური. 2004 წლის ათენის ზაფხულის ოლიმპიადაზე 90 კილოგრამ წონით კატეგორიაში მან ფინალში დაამარცხა იაპონელი ჰიროში იზუმი და სამუდამოდ ჩაიწერა ქართული ძიუდოს ისტორიაში. ის არის ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენის და ღირსების ორდენის კავალერი. დააკომენტარე შენ რომელი ცნობილი ადამიანი იცი, რომელიც ამ დღეს არის დაბადებული.